იმათ არ უნდა რომ შენ იყო წარმატებული. ერთ ისტორიას მოგიყვები. ყავდა ერთი ძველი მეგობარი, კი, ძველია და აღარა. და რატომ გეტყვი? ბევრს გონია რომ როგორ შეიძლება ძველი მეგობრები ყავდეს, შენ რა, ცუდი ადამიანი ხარ? მიატოვე ისინი, კი, მივატოვე და ეხლა გეტყვი რატომ. ტიპი იყო ყოველთვის მაკომპლექსებდა იმით, რომ ბევრს ვმუშაობდი საკუთარ საქმეზე, საკუთარ ბიზნესზე. მირეკავდა ღამის 12 საათზე, იყოს დღის საათი. მოკლედ, როდესაც ეგონა რომ თავისუფალი დრო მაქვს, უნდა ვეკონტაქტო სულ მას. იყო ბავშვობის მეგობარი. ერთხელ მირეკავს და მეუბნება: "ბიჭო, შენ რა იყო, სულ დამივიწყეო, მარტო შენ საქმეზე ფიქრობ, ხო?" ანუ, ტიპმა პირდაპირ მნიშვნელობით დამაკომპლექსა და ხო, ვაიმე, მართლა, სულ დამავიწყე, რომ შენ არსებობ მეგობარო. და როგორ შეიძლება ჩემს საუკეთესო წლებში საკუთარ თავს ვუცმობდე ამდენ დროს? სულ შენ ხომ უნდა გეკონტაქტო. ნუ მოკლედ, ტიპმა დამკერა, დამაკომპლექსა. დამპატიჟა, როგორც ადრე დავდიოდი მასთან და კარგ დროს ვატარებდით ერთად, მეთქი ძველი დრო გავიხსენოთ, ჯანდაბას წავედი. და რას ვხედავ? როგორც ადრე ბაბუასთან ცხოვრობდა და დედა ემიგრაციიდან არჩენდა და იყო 15 წლის, ზუსტად იგივენაირად გაგრძელდა მისი ცხოვრება 32 წლის ასაკშიც. ტიპი საერთოდ არ მუშაობდა, დღე და ღამე Xbox-ი, PlayStation-ი, სიგარეტი და არაყი. და ხო, კიდე ლუზერი მეგობრები. და ეს ყველაფერი რო ვნახე, ძალიან გამეკაცრა ტვინის ნეირონები. და იმ დღის შემდეგ ტიპი უსიტყვოდ დავბლოკე. პირდაპირ მნიშვნელობით უსიტყვოდ დავბლოკე, ანუ არც მომინდა ამაზე დროის დახარჯვა. მე რა რომ ბავშვობის მოგონებები გაკავშირებთ, მე რა რომ ვითომ რაღაც გეგონა როც მაკაცი იყო, სინამდვილეში არანაირ სარგებელს არ განიჭერდა. მე რა რომ როცა ის წარსული გახსენდება და ნოსტალგია გაქვს და ეს გრძნობა ძალიან მოგწონს ადამიანებს, ეგ გაკავშირებს ვიღაცასთან. ნოსტალგია გბრიდავს და ნოსტალგიას მიაქვს ის ახლანდელი დღე, რომლითაც შენ кайფობ. ამიტომაც ჩემი მთავარი წესი: დაახვევინე ყველას, ვინც ცდილობს შენს დაკომპლექსებას.